ეს მანქანა რა სიძახი, ამან მე ცხოვრება გამილამაზა. შვილივით ვუყურებ. შაბათი დილამშვიდობის. შეგეწევთ შაბათის მადლი. როგორ ახართ? ნორმალურად ვარ მე. მეტი რომ სხვანაირად არ შეიძლება. ვაკეთოთ ახლა ჩვენ ჩაის ფერი და თან დავხოთ ჭორა. ჩაის ყოველთვის ამაყავად ვაყენებ, იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ჩაის კულტია. მე ნაკლებად მე ყავისდი ვარ. ვაცხობ ბლინებს. რეცეპტი ხომ იცით, აღარ არის საინტერესო რამდენი გაზიარება და დღეს არ გამომივიდა გადავდარე ხელი. ეს ჩაი. ორი საქმის კეთება ერთად. მადლობა უნდა გითხრათ. დავითის დაბადების დღის მოლოცივისთვის. მოფერებისთვის. ხალხად თქვენგანს უღრმესი მადლობა. ჩემი მანქანის ამბები ასეთია. დასკვნა ფორმა 100. ანუ ძალით გააკეთეს. მოკლედ ისეთი ნაწილი არ ხავჭებული, რომელიც კიდევ სამწუხაროს. ან 4 ასე ზუსტად ხო არ იციან ხოლმე. ნუ მოკლედ გაყიდვა არ გამოდის ამ მანქანის. ალბათ ან დაშლილებში უნდა ვიპოვო გარდამანი, ვინც ჩაიბარებს. ან მე თვითონ უნდა დავშალო და ნაწილ-ნაწილ გავყიდო. ნუ 3 თვე იქნება თუ 4 თვე იქნება. დაეწყება ესეთი ბიძგებიო და მე გაჩერდება. რო გაჩერდება აღარ მიყვანა. ამ ყავდა უცხო ხელოსანთან. არავის არ დაზარებია მისი დიაგნოსტიკა. ყველაზე ძვირიანი მანქანები რო ეხსნება და ახალი ისეთ კომპიუტერზე გაიარა შემოწმება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის სიმართლე და ძალიან გული მწყდება. შვილივით მიყვარდა და მიყვარს. რას ვაკეთებ? ეგ გზადაგზა ვნახოთ, არ ვიცი, რა მისვისა. სადაც სხვა რამეში ვშვები იქაც. ეს ჩაი დაყენდება იქამდე, სამ ბატონ ნიკოლოზი გაიღვაწობს. ჩვენ შევწვათ ბლინები, რომელიც ესოდენ უყვარს და სულ გავარმეც, არ მეზარება. ვუცხობ და ვუცხობ. ერთი კომენტარი მომხვდა თვალში. შეიძლება ცოტა ესეთი მეც იგივე დამეწერა. მაგრამ როცა სხვა მდგომარეობა გაქვს, ძალიან ძნელია ამის გაკეთება. განაცუდი რამე წერია. არა. ძალიან საყვარელი ჩვენი გამომწერია ნანა თუ სწორად მახსოვს და მიწერს რომ გაუშვიო კარგი ემოციებიო, კარგი ვიბრაციებიო. არ დამრჩა ნანა. თუ არ მახსოვს ბოდიში თუ სახელს არასწორდა. არ დამრჩა. მე კიდევ ბევრი რამე ვერ მოვყევი უბრალოდ არ მეხებოდა მე. შუქს რო ჩააქრობ, ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს ცარიელი მდგომარეობა მაქვს რა და ამ სიტუაციიდან რა არის ხოლმე ახლა ჩემი გამოსავალი. დღეს უბრალოდ ამ ინდიმაშები შევხარ. თორე ამ დროს ვიცვამ ხოლმე მე. ავდივარ გარეთ.
ვათვალიერებ რაიმეს, ან მივდივარ კინოში, ან თეატრში, ან ჩემს მეგობრებთან და რელაქსია ხოლმე და გადავრეფრეშდები ხოლმე და ცოტა უკეთეს ხასიათზე ვდგები, მაგრამ ის რომ მე ვუშვებ სულ და ყოველთვის ვამბობ, რომ ვერაფერი ვერ შემაშინებს და მე ყველაფერს გავუძლებ და გავაკეთებ. ესეც ხო ის არის. მაგრამ ნუ ფაქტია, რომ არ დამზოგეს გინდა ღმერთი ვთქვათ, გინდა სამყარო ვთქვათ. რაც შეიძლებოდა. დღეს კიდე ახალი რამე ვიპოვე. თერმექს ხომ დავაყენე გაზის კალონკა გამიფუჭდა. დღეს მოვიდა გადასახადი და ძალიან ბევრი მოვიდა, იმიტომ რომ ნუ აეროგრილი ერთ ტელევიზორს მე არ ვთავ, ნიკოლოზის კომპიუტერმა რამდენი უნდა დაწვას, ფენს მე არ ვხმარობ და მოვიდა 128 ლარი. რა აღმოჩნდა, იცით, ახალ თერმექს გასდის. წვეთავს. ცხელი წყალი, ან გამოდის, რომ სრულად გაცხელების რეჟიმში მუშაობს რა, ჯერ ის რო გარეთ დავაყენე. და რა თქმა უნდა სიცივე და ვერ ინარჩუნებს, მე რა თერმექსია, მაინც ბევრი რამე არ შეუძლია. მე ეხლა ვისცალია, რომ ჩავუდგეს ამ თერმექს და უყუროს, ხო? ხო და იქაც დავინახე. და კი მოვიდა ორმოგი სავარაუდოდ მე მქონდა ადრე სტუდენტობის დროს. თერმექსი ამ სახში რომ გადმოვედი პირველად 25 წლის წინ, მაშინ გაზი ნაკლებად იყო, თუ არ ვიცი რა, რატომ მქონდა თერმექსი ვერ გეტყვით. ძალიან კარგად ვეხმარ, მაგრამ ახსოვს რომ გადასახადი რომ მოდიოდა ხოლმე პილასოსით მრიცხველს ხსნედით ხოლმე პილასოსით უკუღმა ვატრიალებდით. ხო და არ ვიხდიდი, ანუ იყო ეს თერმექსი რა, თავისთვის. მე გაფუჭდა რა თქმა უნდა, ბევრი ხანი მქონდა. და მახსოვს რომ მე როცა აღარ ვატრიალებდით, სადღაც 80-70 ვარი, დავუმატოთ მაცი ვარი და ის, ნუ სადღაც 28 ლარს აპარებს რა. სამგერთ გაზზე მქონდა შარავად, ეხა ეგ მაგნატელს გამოიდაროს, მაღაზიაში გავედი. ეს არის ჩემი საყვარელი შოკოლადი. პორტოხალი, კარამელი და ეს და იოლში არის ნახევარფასად 4 ლარი და რაღაცად და ისეთ გიყვართ შავი ქლიავი, სჩირი, კარამელი, პორტოხლის ცუკატები და ძალიან სხვათა შორის ბარამბო. არ არის რეკლამა, ჩემი სიყვარულია. ასე დავდივარ და სანამ აქციაში არის თითო-თითოს ყიდულობ, რომ თან არ გავსუქდებ. აი დიდ ტაფაში არ გამოვაცხა, ბევრი გამოჩნდეს თქო და უცხოში ჭამას თქო და ეხლა ვშვები. გუშინ კარფორში შავი არ მანქანა რომ წამოვეყვანე და ჯაკობსის კაფსულები, 7 ლარად გოგოებო. ვისაც გაქვთ ყავის აპარატი. არ არის ცუდი 9 ნომერი და 7 ნომერი, ინტენსიურია. კარგია. კიდე გაჩვენებთ რომელი ყავები ავიღე. მე ყავებზე მაქვს. არასდროს არ არის ჩემთვის ყავა ბევრი. მესამე ან მეოთხე ჭიქა, იმიტომ რომ 5.5-ზე გამეღვიძა. ხო და არ მაქვს კარგი ვიბრაციები, ანუ ცოტა სულიერი მდგომარეობა მენტალურ, ფიზიკურ უნდა გიწყდეს ხელს. ახლა მე რო პამა დაამოვიღო და გადავისვა ან სიმღერა დავუცხო, ხო გამოშტარდებით სულ ყველა. რაც მადლობა ღმერთს მაინც რომ ჯანმრთელები ვართ ასე თუ ისე. ესე 7 ლარი ღირდა გოგოებო მაკინატისთვის ვიყიდა. და ეს ღირდა დიდი ხანი არ შემხვედრია კარამელით. ჯაკობსე ცოტა გავიხალის ეს ყავები რომ მოვიტანე და შევალაგე ცოტა მოხალისდი. გიშტები. ყავა რომ არ მაქვს. არ მინდა საჭმელი. აქ პაპიროსი არ მინდა.
არაფერი არ მინდა. ყავა უნდა მქონდეს. ხო და არის ისეთი სიტუაციები, სადაც ვერ აიყვან შენ თავს, ანუ მდგომარეობა უნდა გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, თორე აქედან გამოსავალი რა არის, ვიცი რომ ახალი მანქანა უნდა ვიყიდო. ძალიან კარგად აღვიქვა. მაგრამ იმ გზას ახალ მანქანამდე აღიქვავთ თქვენ? მე რო აღვიქვავ, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩემთვის სასეირნო ხო არ არის? ანუ ჩათვალეთ რომ მე ვეღარ მექნება ის რაც მე მინდა რომ მქონდეს. ის სამსახურის ამბები და ანუ სამსახურისთვის არის მნიშვნელოვანი ის რომ მე შემოსავალი მქონდეს. და ეს გზა ჩემი ვილიდან, ვილჩიპადან, შემდეგ X მანქანამდე რომ წარმოიდგინოთ. რომ ვერ ვუშვებ კარგ ვიბრაციებს. აი მაგარ შემრჩა. კო ეს სიცილიც დამოვიწყდა ხან დღეისა გადის რომ ცდილობ რომ მაქსიმალურად ნიკუშას თავი ავარიდო. არ ვეკავკავ. ხო მაგრამ ორა რაღაცები თეორიულად და მარტივია მესმის. მეც ალბათ იგივე რჩევადარიგებას მოგცემდით რომ რაღაცები შევხედოთ ისე მარტივად, მაინც ყველაფერი ისე დაალაგდება როგორც უნდა დაალაგდეს. მაინც ყველაფერი ასე იქნება, მაგრამ პრაქტიკულად ზართულია. მე იმას არ ვამბობ 24/7 წელს ტირი, მაგრამ შფოთვები მაქვს. ძალიან აშფოთებული ვარ. ბევრ ამაზე ვფიქრობ. შესაბამისად, ალბათ მეტყობა. სხვანაირად ეხლა რა ვიცი. ადამიანები როგორ ნერვიულობენ. თქვენ როგორ ნერვიულობთ. დამიწერეთ აბა. რაც შეეხება ანგარიშის დადებას, რაზეც რამდენიმე კომენტარი იყო გამორიცხულია. იმიტომ არ გავაკეთებ. მანქანა დადის, ახლა გამოამინდდება და გავაგრძელებ ჩემს სამსახურს. ახლა ამ მომენტში არავის არაფერი არ უნდა. ორ მაგად და სამ მაგად ფულს ვერავინ გადაიხდის. დავიწყებ მზადებას იმისთვის, რომ ჩავანაცვლო ჩემი წითელი გოგო. ხო. ამ გზა გაგიზიარებთ ჩემს ემოციებს, მაგრამ რამდენიც დადებითი ვიბრაციებით იქნება, ვერ გეტყვით. დადებითიც იქნება, იმიტომ რომ ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ახალი უნდა ვიყიდო. შეიძლება ასე რომ განიხილო, მაგრამ შეგვიძლია ეს განიხილოთ ისეთ, რომ როცა ვიყავი ამისთვის მზად, სამ ნიკოლოზის ეს ამბავი მოხდებოდა. ხო, სადაზღვეულ თანხა ჩამირიცხა. ბევრი დიომე, ბევრი ვიშრომე, ძალიან ბევრი საფუძვი მოვაგროვე, 500 ჯერ მოვაგროვე, არც ერთიც და არ დავაკელი. ორი ტელეფონით ვიყავი შეერთებული ყველა იმ პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან, ვინც საბუთიც მჭირდებოდა, თუ ვინც უნდა ჩაერიცხა, თუ მოკლედ და გუშინ რა დავხედე, მეთქი ეს რა ფულია. და საკმაოდ კარგად ისე ჩამირიცხეს, რომ შემდეგი რეაბილიტაცია რაც ჩენილი, იმის ნახევარი თანხა უკან დავიბრუნდა. ეს ყველაფერი წვალება, იმიტომ რომ არასდროს არ უნდა მოიშვა. რაც შეგეკუთვნის, ყველაფერი უნდა მიიღო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე რო ქირურგისთვის დამიჯერებინა, ეხლა რომ მე ეს არ დამიწერიაო და ვერ დავწერო და იგენიო გაწვალებენ, რომ ფული არ მოგცენო. და რო ჩამიქნია ხელი, ოკეი, კაი, ალბათ რა. ბოდიშით რომ შეგაწუხეთ და არ ჩავსულიყავი და არ მეთქვა რომ ასეთ და დავწეროთ, თვითონ მითხრა.
ჩამოდიო ძალიან კარგი ქირურგია, ძალიან კარგი ექიმია, ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ ახლა წარმოგიდგენთ ოპერაცია აკეთოს თუ იმაზე იფიქროს, მე რა დამიწეროს ფორმაში. მაგისიც მესმის ძალიან კარგად, მაგრამ მაინც არ მოვეშვი. ხო და ძალიან გამიხარდა. წინასწარ გადავიდეთ, რომ მე არ დავიჭედო, მაგრამ უთავრელობებს წინასწარ არ ვიცით. გუში მქონდა რეაბილიტაცია და ვერ წავიყვანე. უმანქანობის გამო ტაქსი წერდა 25 ლარს, დროის უქონლობის გამო ჯუბა იყო მოსული. ხო და ერთი გავაცდინეთ. სამგერთ გუში ბევრი ვარჯიშ სახში, დღესაც ვარჯიშობს და ორშევეც წავა. ერთი გაცდენა არაფერი არ სადღაც მერე იქითა კვირაში ვეტყვი თუ მნიშვნელოვანია აღანაზღაურებთ და გამოვა. ახავარი ლიტრი რძეა და 2 კვერცხი. კვერცხი რაც უფრო მეტი აქვს, კი გამეთქვა. კი გავერთი, ამას ძალიან მოწყენილი ვაკეთებ ხოლმე და კარგია, რომ ჩავრთე და თქვენთან ერთად გამოვეცხე ბლინები. არაჟნით და მალინის მურაბით. ირთმევს დღეს ამჯერად. ამის კვებაც ხომ მნიშვნელოვანია. არაფერს არ ჭამს, არც ძვლის ნახარს, არც ხალადეთს, მსგავსი არაფერი. რაც კალციუმს და რაღაც საჭირო ნივთიერებებს შეიცავს, არ ჭამს. ჭამს მურაბა. წავედი ახლა მე დაგემშვიდობებით. მიყვარხართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. სიყვარულისთვის, ურთიერთობებისთვის. თებერვლის ბოლო დღეა დღეს ჩემი ყოფილი დედამთილის მეუღლის მამამთილის არა დაბადების დღეა. მიყვარს ის კაცი ძალიან უნდა მივოლოძო არ გამომრჩეს. დამთავრდა თებერვალი დღეს დასრულდა და იმედია მარტი ჩემთვის სიკეთით დაიწყება და ყველასთვის და გამოანათებს მზეც ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგებიც მოხდება. ესე ხდება ხოლმე. აღმართ დაღმართი მოყვება, ანუ სხვა გზა არ არის, სულ აღმართი ვერ იქნება. სადღაც უნდა გაიჭრას. ხო, არის ხოლმე ესეთი მე მქონია მსგავსი ამაზე უარესებით და გადამილახავს და მე ძალიან ბედნიერი ყოფილა, ანუ სულ ბედნიერი ადამიანი ვერ იქნება თავში უარდება მე და ალბათ მაგიტო ღმერთი ასე აკეთებს ხოლმე რომ ჩამოდიო ძირს. წავედი, გიტოვებთ ამ ვიდეოს, მადლობა კიდევ ერთხელ.